ცხოვრება სავსეა გადაწყვეტილებებით. ჩვენ უამრავ გადაწყვეტილებას ვიღებთ. არა კვირაში ან თვეში, არამედ ყოველდღიურად. შეიძლება ითქვას წამდაუწო. ზოგიერთი გადაწყვეტილება ადვილი მისაღებია. უბრალოდ ცხადია, რომ ვარიანტი A ბევრად უკეთესია ვიდრე ვარიანტი B ან სხვა ვარიანტები. აი ზოგჯერ კი გადაწყვეტილების მიღება რთულდება და განსაკუთრებით ეს ეხება იმ შემთხვევებს, როცა ეთიკურ დილემასთან მივდივართ. მე ვარ პაატა პაპავა, კოუჩი, ტრენერი, ფასილიტატორი. შევქმნი საავტორო კურსი, რომელიც 3 შეხვედრისგან შედგება. ამ შეხვედრების მთავარი თემა, როგორც უკვე მივხვდით, არის ეთიკური გადაწყვეტილებები. ეთიკური გადაწყვეტილებები და ღირსეული ცხოვრების რუკა. რამე თუ ისინი ეჯაჭვება და განაპირობებს ერთმანეთს. რამდენიმე ძირითადი ტიპის აქტივობა, რომლებშიც ჩავერთვებით, არის ასეთი. მიბრუნება ხელოვნების დიდებულ შედევრებთან და იმ მორალური საკითხების განხილვა, რომლებზეც პირდაპირ ან ქვეტექსტებით გვესაუბრება ეს ნაწარმოები. მეორე, მონაკვეთები და ამონარიდები დიდი ტექსტებით. მათ შორის იქნება ჯემალ ქარჩხაძის ანტონიო და დავითი. და ბოლოს მესამე, რეალური ცხოვრებისეული кейსების ისეთი შემთხვევების გავლა, რომლებიც ღრმად გვაფიქრებენ პიროვნული განვითარების საკითხებზე და შესაბამისად ეს იქნება დიდი მიბრუნება, გაბედვა საკუთარ მორალურ მესთან შეხვედრის. შემოგვიერთდით შემეცნების გზაზე, გამოყვებით ნოემაზე.